უწმინდურთა და დედაბერთა ზღაპრებს ერიდე და ღვთისმოსაობაში გაიწაფე თავი. ეხლა ეს უწმინდური და დედაბერთა ზღაპრები, რომ თუ განვაზოგადეთ, რა არის ეს? ეს არის ცხოვრებისეული სტრატეგია, რო გაქვს დასახული, რომელიც არ უკავშირდება იესო ქრისტეს. ღვთისმოსაობაში, ანუ უწმინდური და დედაბრული ზღაპრების საპირისპიროდ ღვთისმოსაობა. რა არის ქრისტიანისათვის ღვთისმოსაობა? დიდარს ღვთისმსახურების საიდუმლო ღმერთი გამოჩნდა ხორცით, ანუ ქრისტეზეა კონცენტრირებული ქრისტიანული ღვთისმოსაობა. და ამის საპირისპირო არის ის, რაც ქრისტეს ეწინააღმდეგება, როცა შენი ცხოვრებისეული სტრატეგია არ არის კონცენტრირებული იესო ქრისტეს. მე აგზელებს პავლე მოციქული. სხეულის წთნა ცოტა რამეში თუ წაგადგება. ანუ როცა ადამიანი გარეგნულ ისევ ცხოვრებისეულ სტრატეგიაში გარეგნობაზე არის აქცენტი. ეს იქნება პოლიტიკური ცხოვრება, ეროვნული ცხოვრება, ბედნიერება, სიხარული და მათ შორის ზნეობრივი და რელიგიური ცხოვრებაც კი. რელიგიური ცხოვრებაც შეიძლება იყოს აი ესეთი სხეულის წთნა, ანუ გარეგანი ღვთისმოსაობა, გარეგანი კუთვნილება. აუ ჩვენი ესე იგი ქრისტიანები ვართ, ადამიანი ყვირის. ხო, აი ეს და ასევე დანარჩენი ყველაფერში, სამშობლოს სიყვარულიც, როცა გარეგანია. ღვთისმოსაობა კი ყოველთვის ყოველმხრივ სასარგებლოა, რადგან აწინდელი სიცოცხლის აღთქმაც აქვს და მერმისიცაც. ანუ გარეგანი ცოტა რამეში თუ წარგადგება, ხოლო ღვთისმოსაობა, ანუ ღმერთი გამოჩნდა ხორცით, ანუ როცა ქრისტე არის ცხოვრებისეული სტრატეგია, მერმეში ხო გამოგადგება, ანუ არადიული ღირებულება. აქაც აი წერია აწინდელი სიცოცხლის აღთქმაც აქვს, აქაც შენ ღირსეულად გაცხოვრებს, აქაც ბედნიერს გამყოფებს და აქა და იქა პირობითად იყოფა, რომ სინამდვილეში თუ ჩვენ ცხოვრობთ ქრისტიანულად და ჩვენი ცხოვრების სტრატეგია იესო ქრისტეა, მოდი ესე ვთქვა და ცხოვრების მიზანი მე აღარ ყოფა ამ ქვეყნიურს და იმ ქვეყნიურს. იმიტომ რომ ურწმუნოებს ახლა ამასენათაც გქონდა ერთ ძველ ნაცნობთან საუბარი და მინდა რომ გავახედო მარადისობისკენ დაბერდა უკვე ჯანმრთელობა ღალატობს და ვეუბნები რომ რაღაც და არის წარსულში ჩარჩენილი 90-იან წლებზე საუბრობს და ვეუბნები უკან იყურები წინ გაიხედე და წინო რაღა დამჩაო ეხაო რაღაცა მოხუცდიო და საზღვრის იქით ჰორიზონტს იქით გაიხედე მეთქი მივანიშნე და ჰორიზონტს იქით რომ იქ რო გავალთო მე მივხვდებით რა იქნებაო. გესმით, რატო აკეთებს ამას? რას ნიშნავს? ეს არის ურწმუნო ადამიანის პოზიცია. მისთვის ეს ცხოვრება და გარდაცვალების შემდგომი ცხოვრება თუ რაღაცა ოდნავ რწმენის ნასახი აქვს, ეს არის სხვადასხვა რაღაცა. აქაური იცის რაც არის და ნუ რაღაც გამოდის, რაღაც არ გამოდის, ხოლო იქაური აზზე არ არის და მე ვნახოთ რა იქნება. ქრისტიანი ხო ესე არ ფიქრობს. ქრისტიანისათვის აქაური და იქაური არ იყოფა, მარადისობა შემოვიდა ჩვენთან და დამთავრდა ჩვენში მკვიდრდება ღმერთი და ჩვენ არ ყოფთ აქაურს და იქაურს. როგორც აქა ხარ, ესე გაგრძელდება იქაც და არა ხარ აქა და არ გაგრძელდება იქ. ესე ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ამბობს ღვთისმოსაობა, ანუ ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება სასარგებლო იმიტომ არის, რომ აწინდელის აღთქმაც აქვს და მერმისიც, ანუ ეს ერთი მთლიანობაა. ვინაიდან იმისთვის შრომობთ და ვიღწვით, ახლა ამ ცხოვრებაში ხო შრომობთ და ვიღწვით, რომ ვესავთ, ანუ იმედი გვაქვს ვენდობით ცოცხალ ღმერთს. ჩვენ ცხოვრებაში ღმერთია შემოსული, რომელიც არის ყოველი კაცის და მით უმეტეს ყოველი მორწმუნის მხსნელი.